სალამი, მე ვინ ვარ და რას ვაკეთებ ამას პროცესთან ერთად უფრო გეტყვით, ვიდრე დასაწყისში, იმიტომ რომ რეალურად როცა მითხეს რომ უნდა მესაუბრა YouTube-ზე როგორც მომავლის პროფესიაზე, პირველი რაც მან გონებაში მომივიდა არის ის, რომ წარმოვიდგინო, რომ ჩემ წინ არიან ადამიანები, რომლებსაც პირველად ეჭვი ეპარებათ, ან ვერ ხედავენ YouTube-ს როგორც პლატფორმას და ადამიანებს, ვინც ამ პლატფორმის ნაწილი არიან რაღაც თვალსაზრისით მომავალში, მათთვის ვეჩვენებია რაღაც მაგალითები, რაც საპირისპიროში დაარწმუნებს. აი ეგეთი ჩელენჯით მოვედი დღეს და ამ ჩელენჯის პირველი საწყისი სლაიდი არის ძალიან კარგი არგუმენტი ჩემს სასარგებლოდ. იმიტომ რომ ამ ბოლო ვიკენდის ამერიკული კინოგაქირავების პირველი ორი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი არის იუთუბერის მიერ გადაღებული. Backrooms-ი და Obsession. ორივე ფილმი, რომელიცაც ახლა თქვენ ხედავთ, ამ შაბათ-კვირის ტოპ 1 და ტოპ 2 გაყიდვადი ფილმია. ორივე მათგანმა უკვე იშოვა 100 მილიონზე მეტი. და ორივე მათგანმა რეალურად რომელი მესამე ჩააჩოჩა, ეგ არის ჩემთვის ძალიან საინტერესო რამ. Disney-ის ეპოქალური, ასე ვთქვათ, generational hit-ი Star Wars-ი, რომელსაც ბიუჯეტი ჰქონდა 165 მილიონი, ანუ ამდენი დაჯდა. Obsession, რომელიც დაჯდა მილიონი და იქნა გადაღებული ერთ თვეში და Backrooms-ი, რომელიც დაჯდა 10 მილიონი. და მიზეზი, ის გამოც მესამეზეა, არის ის, რომ projection ზოგადად ფილმებს როცა გამოდიან, წინასწარ სტუდიებს აქვს წარმოდგენა იმისა, დაახლოებით რამდენიც იშოვის ეს ფილმი და ერთელი მარკეტინგული ბიუჯეტი ამაზე არის გათვლილი. ზოგადად ეგეთი წესიც არსებობს, როცა ფილმს იღებ, მისი რეალური ღირებულება ყოველთვის თუ გინდა დათვალო, არის production ღირებულების 2.5-ზე გამრავლება. იმიტომ რომ ეს არის ის მარკეტინგული ბიუჯეტი, დისტრიბუციის ბიუჯეტი, რაც ჭირდება. ამიტომ ძირითადად თუ ფილმი არის, ასე ვთქვათ, მომგებიანი, უნდა შეატყო იმით, საშუალოდ ორჯერ მეტი იშოვა თუ არა ამ ფილმმა. და მოსალოდნელზე 30%-ით ნაკლები ბილეთი გაყიდა ამ კვირაში Star Wars-მა, ზუსტად იმიტომ რომ გამოჩნდა სცენაზე ორი ფილმი, რომელსაც ინდი ფილმი ქვია, იმიტომ რომ Backrooms-ი იყო, ასე ვთქვათ, YouTube ვიდეოების სერია, რომელიც Kane Parsons-მა YouTuber-მა გააკეთა, 16 წელს იყო ეგ ბიჭი. და ცოტათი ეხმაურება იმასაც ჯონი იძახდა, იმიტომ რომ მას არ ქონდა ამდენი ხელსაწყო AI, მაგრამ Blender-ში გააწყო მთლიანად ფილმი. ანუ თავიდან ბოლომდე გააკეთა YouTube ვიდეო Blender-ში. ანუ გარკვეულწილად მიდგომა მაინც გასაგებია, მიდგომაში გულისხმობა ის, რომ მიხვდა, რომ ის რესურსები, რაც დასჭირდებოდა, რომ ცოცხლად გადასულიყო მსახიობი, კამერა, ყველაფერი იქნება და ბევრად უფრო პრობლემური, ბევრად უფრო ძვირი. ამის ნაცვლად ისწავლა Blender-ი, ააწყო სცენები, ააწყო ასე ვთქვათ, კამერის ხედვები და გააკეთა ვიდეო. რასაც ერქვა Backrooms-ი. მერე გააკეთა ამ ვიდეოების სერია და ყველა ამ ვიდეოს მილიონობით ნახვა ჰქონდა. რის შედეგადაც დიდმა სტუდიებმა დაურეკეს და უთხრეს, იმიტომ რომ დიდი სტუდიების მიდგომაც ესეთია, ანუ თუ კი ამ ტიპს ჩვენ მივცემთ უფრო მეტ რესურსს, შეიძლება თუ არა რომ მისმა შემოქმედებითმა უნარმა, მისმა ხულიგნობმა მოიტანოს უფრო მეტი რამ. მის ეს უფრო მეტი რესურსი სტუდია იყო A24, ამის, ასე ვთქვათ, პროდიუსერი თავიდან Darren Aronofsky, James Wan-ი იყო, რომელსაც Conjuring-ი, Saw, ან ძალიან დიდი ფილმები მოგონი Fast and Furious-ის სერიებიცაა გაკეთებული, მაგრამ თლიანად დაუთმეს ამბის საქმის კეთების შესაძლებლობა. დღეს 20 წლისაა Kane Parsons-ი და თავის სადებიუტო ფილმზე აქვს 150 მილიონი შემოსავალი. Obsession-ი ასევე YouTube კომედიურ სკეჩებს აკეთებდა ტიპი, ადგა თავისით გადაიღო $800 რაღაცა საპილოტო ფილმი, რომელიც დააგდო YouTube-ზე YouTube აუდიტორიისთვის. ნახეს ადამიანებმა, ჩათვალეს რომ ამბიც ქონდა რაღაც, მისცეს მეტი რესურსი, თუმცა ამერიკული კინოგაქირავებისთვის ხავთ მილიონი როგორც production-ის რესურსი არაფერი არ არის და ამ ვიკენდზე უკვე 158 მილიონზე იყო ეს ფული მეცასული. ამით ის თქმა მინდა. რაც განასხვავებს Jon Favreau-ს გადაღებული არის Star Wars, რომელსაც ძალიან კარგად ის ფილმები როგორ კეთდება, რაც განასხვავებს თემას YouTube-ს, ის არის რომ YouTube native ადამიანებმა რაც ყველაზე ნეტად და განსხვავებით სხვებისგან იციან არის, რომ ყოველი მათი პროდუქტი, ყოველი მათი შედეგი feedback-ს იღებენ წამიერად. ანუ მათ იციან ზუსტად ვის საუბრებიან. მათ ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს ადამიანებთან, აუდიტორიასთან და
კომენტარის, ლაიქის, დისლაიქის, ნებისმიერი ფიდბექის საშუალებით სწრაფადვე ვითარდებიან, სწრაფადვე ფეილდებიან და სწრაფადვე აღწევენ, ასე ვთქვათ, წარმატებასაც. ამიტომ მინდა დავიწყო ამით საუბარი, რომ YouTube თუ რამესთან ასოცირდება პირველ რიგში არის მოქნილობა. იმიტომ რომ სტანდარტული ფილმის, ასე ვთქვათ, შექმნის პროცესი წლების განმავლობაში იწერება. ისევე როგორც სტანდარტული კონტენტ კამპანიები, სტანდარტული სარეკლამო კამპანიები და ხშირად გვაქვს ხოლმე კომუნიკაცია ბრენდებთან, ხშირად არის გაწერილი მთელი წლის განმავლობაში, რომ აი ეს ბიუჯეტი გამოვყოთ და მთელი წელი რაღაცა ეს ვაკეთოთ და მე მოდის მეორე კვარტალი, მესამე კვარტალი და იმდენად ამოყირავებული სამყარო, რომ შენ სანამ რაღაცა ცვლილებებს შეიტან კონტენტში, უცებ მართლა შეიძლება რაღაცა AI tools-ი შეიცვალოს, უცებ რაღაც შესაძლებლობები გაჩნდეს, და ამ ყველაფერს ძალიან აგვიანებ. YouTubers ამის ფუფუნება არ აქვს არასდროს. ამიტომ მისი ტონუში ყოფნა არის საკვანძო საკითხი. აქაც კი იყო პერიოდი, როცა YouTuberi ოსკარის და Casey Neistat არის ეგეთი YouTuberi, Samsung-მა გადაიხადა ფული, უყიდა ბილეთი, რომ შესულიყო ოსკარების დაჯილდოებას და გადაიღო ვლოგი 6-7 წლის წინ. და ეჩვენებინა, რომ YouTuberებიც ეკუთვნიან კინოინდუსტრიის სცენას. დღეს 2029 წელს ექსკლუზიურად ოსკარები მხოლოდ YouTube-ზე გავა. ექსკლუზიურად YouTuberები ხდებიან პირველ სკამზე. ერთი კვირის წინ ჯონი ჰარისმა, რომელიც ასევე YouTuberია, მოიგო ემი. მისტერ ბისტი, რომელიც ასევე YouTuberi არის Time-ის გარეკანზე. და ეს ცვლილებები ძალიან სწრაფად მოხდა იმასთან შედარებით, თუ რას ვეძახდით ჩვენ YouTuberებს. ადამიანებს, ბიჭებს, თუ გოგოებს, რომლებიც კამერასთან იდგნენ, რაღაც გეიმინგ თამაშებს ხალხს აყურებინებდნენ და რაღაცა განცდა იყო, რომ ეს ადამიანები არიან რაღაც გიკები, ნერდები, რომლებიც თავიანთ სახლში თავისუფალი დრო გახავთ და ასე შემდეგ. თუმცა იმის დანახვა, რაც ამ ადამიანებმა და სხვებმა მოახერხეს, რომ კრეატორ ეკონომიკა იზრდება, ანუ მთლიანად ახალი ეკონომიკური მოდული ჩნდება სამყაროში, რომელიც კრეატორობაზე სწრაფად შექმნის პროცესზე არის. ვიღაცებს ძალიან დაუგვიანდათ, ვიღაცებს კი არა. მეც და ჩემმა მეგობრებმა, ვინც კრეატორ აკადემია დავაარსეთ, კრეატორ აკადემია იყო ზუსტად ცდელობა ჩვენი და არის, რომ ის გამოცდილება, რაც არსებობს თლიანად ჩვენ სამყაროში, როგორღაც ამის იმპლემენტაცია შევძლებთ საქართველოში. ეს იყო ჩვენი პირველი სამიტი, სადაც ნახავთ აკუახალაიასთან, მარკეტერებთან, კრეატორებთან და ამ პროფესიის ქვეშ მყოფ სხვა ადამიანებთან ერთად ვეთანხმდით გაგვეზიარებინა ეს გამოცდილება, მათ შორის შუაში თქვენ ხედავთ ადამიანს, რომელიც არის ევროპის ყველაზე დიდი YouTube კონგლომერატის საიდმენის ლიდ ედიტორი, რომელიც ძალიან ბევრი ცოდნა და ინფორმაცია გაგვიზიარა საიდმენის როგორც ასე ვთქვათ პროექტის პროცესებზე, მიდგომებზე, სტრატეგიებზე და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოშიც ვინც YouTube ეკონომიკის ან კრეატორ ეკონომიკის ნაწილი არიან, თავიანთი თავი დაინახონ, როგორც შემოქმედებითი, ასევე ეკონომიკური პროცესების შუაგულში. და ერთი კომენტარი, რაც ძალიან მენიშნა აკუახალაიასგან, იყო ის, რომ ის მარკეტერი ძველი ყაიდის მარკეტინგიდან მოსული ადამიანია და ყველაზე რაც ეუცნაურა იყო, რომ ძალიან კაიფიაო იმის განცდა, რომ შეიძლება იყო ლიდ ედიტორი და იდგეს სცენაზე. ხტები? შენ შეიძლება იყო ადამიანი, ვინც რეალურად აკეთებ ბექსტეიჯის საქმეს, მაგრამ ხარ სცენაზე და აზიარებ შენს ცოდნას, იმიტომ რომ YouTube და YouTuberi არ არის მხოლოდ ის ადამიანი, ვინც კამერის წინ დგას და ამავდროულად YouTube როგორც პროცესი არ არის მხოლოდ YouTuberების პროცესი. და მე მინდა დაგანახოთ ეს. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ვიძახით, რომ YouTube არის პროფესიების მომავალი, ან YouTube არის იქ, სადაც პროფესიები მომავალშიც ერთმანეთს შეხვდებიან, აქ არ მინდა თქვენ იფიქროთ, რომ ეს თქვენ გეხებათ მხოლოდ მაშინ, თუ კი თქვენ YouTuberები გახდებით. იმიტომ რომ არსებობს ძალიან ბევრი გზა, თუ როგორ შეიძლება დაუკავშიროთ თქვენი ცხოვრება ამ პლატფორმას, ისე რომ არასდროს არავინ კადრშიც არ დაგინახოთ. იმიტომ რომ აქაც ხედავთ ორ სხვადასხვა რეალობას. მაგალითად, მისტერ ბისტი, სოფელში ყველაზე ცნობილი წარმატებული და მდიდარი YouTuberi, როგორც ერთი ადამიანი და აქ ხედავთ დაახლოებით 150-მდე რეკორდს დამყარებულს მის ერთ-ერთ შოუზე, სადაც 1950 ადამიანი მონაწილეობდა. ანუ 1950 ადამიანმა გააკეთა ეს პროდუქტი. და შესაბამისად, პროცესის ისე დანახვა
და ისე თქვა რომ YouTube არის მხოლოდ YouTuber-ების და იქ ჩემი საქმე არ არის, იმიტომ რომ მე სცენურობა არ მაქვს, პერსონალიტი არ მაქვს, კამერასთან მუშაობა არ შემიძლია, ამიტომ ჩემი პროფესიული თუ შემოქმედებითი საქმიანობა არ შეიძლება არ დავუკავშირო. მას ეგ არის სრული აბსურდი, იმიტომ რომ ის 1950 ადამიანი, ვინც Beast Games-ზე იმუშავა, რომელიც Amazon Prime-ზე გავიდა, რომელიც რაღაც 120 ქვეყანაში ნომერ პირველი შოუ იყო, ერთი ადამიანი იყო იქიდან მხოლოდ YouTuber-ი. მაგრამ დანარჩენი სხვა იყვნენ სხვები. ვინ არიან ეს სხვები? ეხლა შევედი სპეციალურად დილას ერთ-ერთ იქაურ ჯობჯიზე, სადაც სხვადასხვა კრეატორები ეძებენ სხვადასხვა ადამიანებს. და დააკვირდით, ვის ეძებენ? ანუ ჩვეულებრივ ჯობჯიზე რო შედიხარ, რას ეძებენ და კრეატორები რას ეძებენ? ერაყი, thumbnail concept artist-ი, creative producer-ი, editor-ი, ტალენტების დირექტორი, thumbnail designer-ი, packaging strategist-ი, researcher-ი, story producer-ი, short form editor-ი, viral marketing-ის head-ი, კრეატიული სტრატეგისტი. ანუ თუ კარგად დააკვირდებით, ხედავთ რომ რაღაცა ტრადიციული როლების გვერდითა მომიჯნავე პროფესიებია. ეხლა ნახე თელი თემა რა არის, პირობითად head of viral marketing-ი, ან პირობითად thumbnail concept artist-ი არის, ანუ thumbnail concept artist-ი არის ვინ ტიპიც, thumbnail-საც კი არ აკეთებს, ხვდებით? thumbnail-ს კი არ აკეთებს. ტიპს მოაქვს sketch-ი, იდეას, ანუ არსებობს იდეა, ეუნები ტიპს იდეას და იმ ტიპმა უნდა მოიტანოს მაქსიმალურად ბევრი sketch-ი, რომელიც შეიძლება იქცეს thumbnail-ად და რომელ thumbnail-საც ექნება ის ფუნქცია ხუთიანზე შესრულებული და ვიღაცა მასზე დაკლიკოს. და ამისთვის მას სჭირდება რომ კონდეს რაღაცა thumbnail-ის როგორც დიზაინი, ასევე ფსიქოლოგიური გადაწყვეტებიც, ანუ ის გადაწყვეტები, რატო შეიძლება მას ვიღაცამ დაკლიკოს. ანუ დააკვირდით, რამხელა ნიშურია და ამ პროფესიაზე, რომელიც ERX-ზე წერა, ქონდა წელიწადში 80-დან $100,000-მდე ასე ვთქვათ, ხელფასი გაწერილი, აი რომ დასტურონ და იქ გაფრინდეთ პირობითად, ამას მიიღებთ. ხდები, რას ვლაპარაკობ? აქაც ახლა thumbnail designer, packaging strategist. Packaging strategist-იც რას ნიშნავს და მე მიმუშავე ამ ნაწილს და მუშაობ. Packaging strategist-იც არის ადამიანი, რომელმაც და ზოგადად ასეთი რაღაც გახსოვდეთ, რასაც საქართველოში ვცდილობთ რომ დავამკვიდროთ, მაგრამ არ არის და ამ პროცესებსაც ჩვენთან კრეატორ აკადემიაში ვცდილობთ რომ ჩვენს bootcamp-ებში აუხსნათ ადამიანებს, რომ როცა იდეა მოსდით, ან მუშაობენ იდეაზე, უფრო ადრე მუშაობენ მის შეფუთვაზე, ანუ packaging-ზე, ვიდრე ამ იდეის შესახებ ერთ სიტყვას დაწეს ვინმე სცენარში. ერთ კადრს გადაიღებს ვინმე ან ერთ რაღაცა ტიპს დაურეკავს, ხვდები? იმიტომ რომ მთელი თემა არის ესე დალაგებული მანდ, რომ შენ ჯერ კი არ იღებ ვიდეოს და მე კი არ ეძებ ეს ვიდეო როგორ უნდა წარადგინო ადამიანებს. შენ თუ გაქვს იდეა, ჯერ ამ იდეას აბსოლუტურ პრესში გაატარებენ და არსებობს იდეის ვალიდაციის მექანიზმები და იდეების ელიმინაციის მექანიზმები და ამ ზაბრებში რო ჩაუშვებ და გამოვა ქვემოდან. მერე დაისმევა კითხვა. შეგვიძლია თუ არა ამ იდეის შეფუთვა ისე რომ მას ვინმე მუყუროს, ანუ შეგვიძლია თუ არა გქონდეს thumbnail-ი და სათაური. და არსებობს ეგეთ წესი, თუ კი შენ არ გაქვს კარგი thumbnail და კარგი სათაური, შენ იდეა კარგი არ არის. არ არსებობს კარგი იდეა, რომელსაც კარგი ვიზუალიზაცია არ სჭირდებოდეს და პირიქით. არ გაქვს კარგი ვიზუალიზაცია, არ არის ის იდეა კარგი. და ამისთვის აქვს ბევრი YouTuber-ს სხვადასხვანაირი წესი. ეს ახლა უბრალოდ გადახვევასავით, ზოგი ეძახის napkin test, მაგალითად, თუ ერთხელ სახოთზე ვერ დახატავ ან ვერ აუხსნი ადამიანს რაზეა შენი YouTube ვიდეო, მას არ უნდა გაეკარო. თუ ერთ წინადადებაში არ შეგიძლია თქვა შენ ვიდეოს რატომ დაუყურე, მაგ ვიდეოს არ უნდა გაეკარო. ხდები? ამიტომ ეს იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, ცალკე პროფესიები არსებობს. ცალკე პროფესია არსებობს short form editors და სტრატეგისტის, რომელმაც უნდა იფიქროს არა იმაზე თუ როგორ კეთდება დიდი YouTube ვიდეო, არამედ იმაზე ეს დიდი YouTube ვიდეო როგორ ავაწყოთ ისე რომ short form-შიც ივარგოს, ან ცალკე შევმუშაოთ. ეხლა იგივე viral marketing-ის head-ი. ამ ტიპის მთელი საქმე პროდუქტებში და სერვისებში არის ის, რომ გულის ცემაზე თუ მაჯაზე ედოს ხელი, რა ხდება სამყაროში, Google search-ი რომელ ქვეყანაში, რომელ რეგიონში, რომელ წუთას ვინ რას ეძებს, ვინ რა პროდუქტი ჭირდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ყავით, ჩვეულებრივი 6 ნიშთა ხელფასის სამსახურია ყველაფერი ეს. ამით ის თქვა მინდა, რომ პროფესიები თავისთავად არსად არ ქრებიან. უბრალოდ YouTube-თან კომუნიკაციაში ამ პროფესიებს პატარა ან ზოგჯერ ძალიან დიდი ცვლილებების გავლა უწევთ იმისთვის, რომ ადაპტური იყოს. ჯონი ამბობდა, რომ მაგალითად ძნელია ტრადიციული დიზაინერისთვის იმუშაოს AI storyboard-ში.
აქაც ტრადიციული script writer-ისთვის ძალიან ძნელია იუმუშაოს YouTube script writer, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ script writing იქნება. განსხვავებას გეტყვი რა არის. როცა შენ ფილმის ბილეთს იყიდი, იმიტომ რომ ფილმს შეხვიდე, პოპკორნს იყიდი, მეგობარს დაპატიჟებ და იქ შეხვალ. ძალიან ცუდი უნდა იყოს ფილმი, რომ უკან გამოხვიდე. ძალიან ცუდი უნდა იყოს ფილმი, ხვდები? ანუ მინიმუმ პოპკორნის ჭამას მაინც მოილე, ვისი არ გამოხვალ. ეს იცის ფილმის script writer-მა, ანუ ფილმის სკრიპტები იწერება ასე, რომ არსებობს low velocity, ანუ ნაკლები შანსი ამ ფილმის დატოვების. YouTube-ზე როცა წერს scripts, რა არის შენი საქმე? ერთი კლიკით შევიდა, მეორე კლიკით გამოვა უკან. ეს იცი შენ. და აი ცოდნა გაძლევს იმ შესაძლებლობას, რომ ცოტა სხვანაირი იყო. მე მიმუშავე აქ ვერ მოვიტანე, იმიტომ რომ რაღაც ინტერაქციული არ მეგონა თუ იქნებოდა პროცესი. ასეთ რამეზე ერთმა უცხოელმა კრეატორმა ატვირთვა ვიდეო, სადაც ყავდა სპონსორი, რომელმაც გადაუხედა $15,000 და ვიდეოზე იყო რაღაც KPI, რომელიც ჩაფეილდა. და ამიტომ იძულებული გახდა ეს ტიპი წაეშალა ვიდეო და რა ვქნათ. შევხედეთ სკრიპტს და დავიწყეთ სკრიპტის retention checking-ი. ანუ რა მომენტები, რა სიტყვები, რა ფრაზები, რა გადამები, რა ტრანზიციები, სეგმენტებს შორის რა ტიპის რისკები იყო, რაც აკარგვინებდა მაყურებელს, ხვდები? და თავიდან გადავწერე, თავიდან დავმონტაჟე, თავიდან დავდეთ. ამის თქმა მინდა, რომ ეგრე ფილმს, მოთხრობას, სპექტაკლს ეგრე არ წერენ, მაგრამ YouTube-ი გაიძულებს ზუსტად რატომ და ზუსტად იმიტომ, რაც თავიდან ბექრუმსის და ოფსეშენის შემთხვევაში ვთქვი, რომ შენ გაქვს პირდაპირ კავშირი აუდიტორიასთან. აუდიტორია პირდაპირ გეუბნება შენ ვინ ხარ და შენგან რა უნდა. ამიტომ შენი ყოფნა რაღაცა ანუ შენ რაღაცა პროფესიის ნიშაში და ჩარჩოში კი არ მოქმედებ YouTube-ზე. მოქმედებ როგორც AI-ს უყურებთ რაღაც toolbox-ებს, შენც რაღაცა ესეთი toolbox-ები გაქვს. შენ გაქვს რაღაცა ხელსაწყოები, რომელსაც ძალიან სწრაფად ადაპტირებას უკეთებ დროსა და სივრცეში. ამიტომ ძალიან ძნელია YouTube-ზე ახლა 2 წელი, 3 წლიანი სტრატეგია აიღო, იფიქრო, აკეთო ვიდეოები, მაგალითად იყო ძალიან დიდი ტრენდი, რომ რაღაცა ყველა vlogs იღებდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ არ არის ეგეთი ადვილი ვიღაცა vlog-ზე გიყუროს. რაღაცა ყველა სპორტულ რაღაცას იღებდა, არ ყოფილა არაფერი. ანუ ყველა ნიშას და ყველა ფორმატს აქვს თავისი სიცოცხლის უნარიანობა, თუ კი მას შენ ისე არ ექცევი, როგორც არის საჭირო. და YouTube-ის მომავალთან კავშირი არის იმით გადაჯაჭვული, რომ ის ძალიან სწრაფად პასუხობს იმას, რაც ადამიანებს უნდათ. ის ძალიან სწრაფად პასუხობს, იმიტომ რომ ხა წარმოადგენთ დარწმუნებული იყავით, რომ იგივე ფილმს ან სხვა ტიპის ეგეთ დიდ ინდუსტრიას რო შევადაროთ, მომდენო 2 წლის განმავლობაში, რო იცოდეთ პროცესი როგორ მუშაობს, მაგალითად, ყველა დიდ სტუდიას, იქნება Disney-ის, Universal-ის თუ Metro-Goldwyn-Mayer-ი და სხვას, ანუ წინასწარ ქირავენ კინოთეატრებს, წინასწარ იციან სესიები 2 წლის, 3 წელი რა ფილმები უნდა გაუშვან. ხები? და ძალიან ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ამ 2-3 წელიწადში, რამაც მათი რისკები შეიძლება გაზარდოს. აი მაგალითად Lilo და Stitch რო გამოვიდა, იქ ესეთი იყო ძალიან ცნობილი кейსია, თორე ძალიან ბევრი სხვა кейსი არსებობს. იმით რომ ჩამოდიან 4 პლანეტები ნიუ-იორკის თავს რო გადაფრინდებენ, Twin Tower-ში გადიოდნენ. 2001 წელს გამოვიდა ფილმი. თლიანად მოუწევთ ამ ყველაფრის ამოღება. იმიტომ რომ ისეთ ამერიკელებისთვის გიჟურ ტრაუმასთან ასოცირდებოდა. არის ფილმ თამაშებშიც მაგალითად Max Payne-ში და კიდე სხვა მაგ პერიოდის თამაშებში იყო ეგ მაგალითად რომ აი რაღაცა მოცემულობა რელევანტურია, მაგრამ უცებ იცვლება რომ ეგ მოცემულობა რელევანტური არა. YouTube-ზე შენ ამის პასუხი მოგეთხოვება ბევრად სწრაფად. ამიტომაც ახლა წარმოვიდგინოთ ერთი YouTube არხი სტანდარტულად შეიძლება შედგებოდა ძალიან ბევრი პროფესიისგან. იმიტომ რომ კონტენტის შექმნის ნაწილში რომ გადაღება, სცენარისტი, მემონტაჟი, აქ ცალკე არ ვიძახი, ბევრ არხს, ცალკე ყავს მემონტაჟი, სადაც FX-ები ცალკეა, VFX-ები, SFX-ები და motion-ი, გახმოვანება, აუდიო ინჟინერები ცალკე ყავს, პროდიუსერი ცალკე ყავს, ამის გარდა კონტენტ სტრატეგიაში სტრატეგიას და შეფუთვას ცალკე გადიან, კრეატიული პროდიუსერი ცალკეა, გაყიდვები, ბუღალტერია, იურისტი, საქართველოშიც კი ხდება ეგ. უკვე საქართველოს უბრალოდ გიწევს რაღაცა შეითავსოს, იმიტომ რომ ჯერ არ არის კრეატორ ეკონომიკა ინდონეზიელი. გასდილი და ასევე პოზიციონირების ნაწილიც, რომ ხშირად ხდება, ან მაგალითად არხის აუდიტის გაკეთება ძალიან მნიშვნელოვანია ზოგჯერ რომ იცოდე, რა ხდება შენს არხზე, სიცოცხლის უნარიანია თუ არა, YouTube-იც გეუბნება ეგეთ რაღაცას, მაგალითად ცალკე გიყობს ახალს new casual და core აუდიტორიას, ანუ გეუბნება რა მოსწონთ იმ ადამიანებს, ვინც 6 თვეა შენი ერთგული მაყურებლები არიან, გეუბნება რა მოსწონთ ადამიანებს, ვინც ხანდახან შენს არხზე შემოდიან, გეუბნება რა მოსწონთ ადამიანებს, ვინც გუში გნახა პირველად და შენ როგორც ცოცხალი ადამიანი გიწევს ყველა მათგანი ერთდროულად და აკმაყოფილო ყველა მათგანს ერთდროულად ესაუბრო. და ჩათვალეთ რომ ეს პროფესიები, ანუ ეს ფუნქციები, რასაც ახლა ხედავ და მისი ქვეგან აყოფები
10 წლის შემდეგ, 15 წლის შემდეგ არსად არ წავა, უფრო მეტი იქნება. სამყაროში რაღაცების ავტომატიზირება შეიძლება. თუმცა ის ნაწილი, ნახე, კრეატიულ ნაწილში AI-ის ჩართვას აქვს თავისი რისკები და რისკებში გულისხმობს იმას, რომ თუ კი, მოდი ასე ვთქვათ, გემოვნება, ალღო ან სენსი არ გაქვს, ძალიან ადვილად მოგატყუებს ყველანაირი AI, იმიტომ რომ ძალიან მარტივად ან რასაც ქვია echo chamber-ის პრინციპით, რასაც ჩაძახებ, იმას ამოგძახებს. ან უბრალოდ რაღაც bias-ის პრინციპით რო გასიამოვნოს, იმას მოგცემს, რაც გინდა და შენ არ უნდა დაკარგო ის სენსი, რომ შენ ერთის ხრი თუ მაგალითად რაღაცა AI ხელსაწყოებთან ხარ, მეორე ხრი ცოცხალ ადამიანებთან ხარ და ამ ცოცხალმა ადამიანებმა შეიძლება არახე როვერს გააცნობიეროს, მან მისი სიგნალი ყოველთვის YouTube-ზე მკაფიოა. ამ ტიპმა შეიძლება ვერ გააცნობიეროს და რაღაც მე 20 წამზე დაგსკიპოს, ხო? ანუ просто ჩართო რაღაც vibe-ში ვერ მოხდა. ეგ შენთვის როგორც კრეატორისთვის რაღაცას ნიშნავს და შენ უნდა იცოდე ეგ რატომ მოხდა. YouTube-ისთვისაც რაღაცას ნიშნავს და შენ უნდა იცოდე. ამიტომაც ვიძახი, რომ მომავალი და ჩემი აზრით მომავალის ყველაზე დიდი ვალუტა და დღესაც არის რაც ეძახიან ყურადღება. ანუ ყურადღების ეკონომიკის ხანაში ვართ. ვისაც მეტი ყურადღების მოპოვება შეუძლია, ის ადამიანი უფრო, როგორც ვთქვათ, მეტი ძალაუფლება და მეტი სიმდიდრე ექნება მას. იმიტომ რომ და YouTube-იც როგორც აბსოლუტურად ეკონომიკური მოდელი მუშაობს, მისი ვალუტა არის ყურადღება, აქაც არსებობს მოთხოვნა და მიწოდების flow, აქაც არსებობს მონეტიზაციის შესაძლებლობები, აქაც არსებობს კონკურენციის შესაძლებლობები. უბრალოდ ეს პროცესები არის გადასული, ასე ვთქვათ, ამ რაღაცა ციფრულ ონლაინ სამყაროში, რომელიც უკვე ამერიკაში და ევროპაში ბევრ მილიარდიანი და ტრილიონიანი ბიზნესია. საქართველოსნაირ ქვეყნებშიც მისი მომავალი ჯერჯერობით ენობრივი ბარიერითაა შეზღუდული, მაგრამ აქაც ძალიან სწრაფად მიდის პროცესი, მაგალითად 5 წლის წინ აბსოლუტურად ყველა ქართველი იუთუბერი გეტყოდა, რომ მისი კეფი არის ის 3 მილიონი ადამიანი, მაგრამ დღეს პირობითად თუ კი დღეს YouTube-ს ქართული სუბტიტრების გაკეთება ვიდეოზე სწრაფად შეუძლია, Gemini-ს კარგად იყენებს ამ ნაწილში, შესაბამისად შეუძლია უცხოური სუბტიტრების ავტომატურად გენერირება, არსებობს ეგრეთ წოდებული AI dubbing-ის ფუნქცია, რაც გულისხმობს, თუ მაგალითად ინგლისურად ატვირთ თავ. აი ქართულად საუბრობ რაღაცა, ჭკვიანურ თუ სისულელეს, რაცაც არ უნდა საუბრობდე. ჯერჯერობით ხა რაც ჯონი მაცაშვილი მათ შორის 11 Lab-ი არის ალბათ ყველაზე ადეკვატური მაგ ნაწილში იუთუბერებისთვის. იმ ტექსტს ჩავგდებ 11 Labs, 11 Lab-თან მუშაობით შეგიძლია, ასე ვთქვათ, ინტონაცია, ტონალობა, ხმა, ემოციური ელემენტები შეიტანო ხმაში და არა აუცილებლად რაღაც ასე გელაპარაკოს. და როცა წვირთავ ინგლისურად, მაგალითად შეუძლია დამატებით თვითონ უკვე YouTube შეუძლია ამ ინგლისურიდან კორეული, ჩინური, ესპანური, პორტუგალიური ყველა ენაზე გაიტანოს. და შენს კონტენტს რაღაცა ენობრივი ბარიერი კი არ მისცეს, პირიქით. გახადოს აბსოლუტურად ინტერნაციონალური ფენომენი. ადრე იყო ეგეთი რაღაცები, რომ Mr. Beast და სხვებსაც ჰქონდათ რაღაც 5, 10, 20 არხი ინგლისურად, ესპანურად თარგმნიდნენ და ყველაფერი მოხდა ეს ყველაფერი. მორჩა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ YouTube რასაც ცდილობს ის არ მოდი ენა არ იყოს შენი ბარიერი. თელი სოფლიო ჩათვალე რო გიყურებს და როგორ მოიქცევი, ისე მოიქეცი. ძალიან კომპლიკეიტედ ნაწილი იყო YouTube ანალიტიკა. მაგალითად YouTube სტრატეგიები და attention სპეციალისტები ცალკე პროფესია არის. და ჩვენს კრეატორ აკადემიის ფარგლებში რაღაც ვორქშოპების დროს ქონდა კომუნიკაცია Mr. Beast-ის attention სპეციალისტთან და რო გითხრათ აი პროცესი დატადან, სტატისტიკიდან, ანალიტიკიდან რამხელა ინფორმაცია ამოდის, რომელიც გეხმარება უკეთ გააკეთო ვიდეო, ურთულესია. ძალიან თალკე პროფესიაა. თუმცა ეხლა დაამატა Gemini სტუდიაშიც YouTube-მა იმისთვის, რომ მინიმუმ შეგიჯამოს რაც ხდება შენს არხზე. მინიმუმ შენი არხის რაღაცას იცოცხლის უნარიანობაზე ორი სიტყვა მოგიყვეს, იმიტომ რომ ხდება რომ თავისი თამას ვერ ხდებიან ადამიანები. და ამას ვიძახი რომ ნახე YouTuberi უცებ, იმიტომ რომ YouTuberმა უცებ გაიღვიძა და აღმოაჩინა რომ ვიღაცა ერთი კამერიანი ტიპი კი არა, ყველაფერი ესჭირდება. დატასტანა ინფორმაციასთან მუშაობა ჭირდება, გრაფიკული დიზაინერობა ჭირდება, წერის ცოდნა ჭირდება, გადაღება ჭირდება, უცებ ისა რა ქვია. გაუვარდა ვიდეოები, დიდი კრეატორი აღმოჩნდა, ბრენდები წერენ, არ იცის როგორ კომუნიკაცია, ბრენდთან კომუნიკაცია ჭირდება, ბრენდილების ჩახურვა ჭირდება, პირველი ფული რო შემოვიდა, თუნდაც ბუღალტერია, იურისტი, ყველაფერი ეს ჭირდება. და ამერიკის და ევროპის იმ ნაწილში სადაც განვითარებულია, უკვე ცალკეული სტარტაპები, პლატფორმები არსებობენ, რომელიც გიგვარებენ
ფურცლების საქმეს. ოღონდ პირდაპირ კრეატორებზე მუშაობენ, იმიტომ რომ ძალიან სპეციფიკურია კრეატორის საქმე. ფურცლების საქმეს, იურის პოტენციას, როგორც გითხარი, ბუღალტერიას, დატასთან მუშაობას, გრაფიკულ დიზაინს, ხა არავინ არ გეტყვის, არც ერთი thumbnail დიზაინერი არ გეტყვის, რომ მე ვარ გრაფიკულ დიზაინერი, აუცილებლად ის გეუბნება, რომ მე ვარ thumbnail დიზაინერი. ან პეკეჯინგის სტრატეგისტი, იმიტომ რომ მან იცის, რომ ტექნიკური ხელსაწყოების გარდა მას სჭირდება კიდე ექსტრა რაღაც, რომელიც შენ გაახლოვებს ამ საჭიროებებთან. მეორე flow, რაც ცალკე ვითარდება, არის რა, რომ უკვე ტრადიციული პროფესიების პერფორმანსი როგორია YouTube-ზე. აი ნახე. მივყვეთ აი მაიკი. 18 მილიონი გამომწერი ყავს, არის იურისტი. და ეს არის ტიპი, რომელიც კი არ ელოდება თავის კაბინეტში, ვინ როდის ჩაეწერება, ვინ როდის მოუკაკუნებს კარს. პირდაპირ საუბრობს ყველაფერი იმაზე, რაც შეიძლება გეხებოდეს შენ. პირდაპირ საუბრობს იურის პოტენციაზე, როგორც კრეატიულ სამუშაოზე, იურის პოტენციას გაჩვენებს, როგორც ჩვენთვის საჭირო ყოველდღიურ რაღაცა YouTube ვიდეოებს. ყავს 18 მილიონი გამომწერი. ანუ ხო წარმოგიდგენიათ, რომ ყველაზე მაღლა ანაზღაურებადი იურისტია, უბრალოდ იმიტომ, რომ თავისი ტრადიციული პროფესიის, ასე ვთქვათ, კონტენტ სტრატეგია აქვს და მონეტიზაციის სტრუქტურა. იგივე დოქტორ მაიკი ექიმია, მარკოს ბრაუნი ტექნიკ მომხილველია, ნიკი ზარეულია, გრეჰემი ფინანსისტია, მარკი ინჟინერია. ხვდები, ყველა ეს ადამიანი თქვენ ვისაც ხედავს, არის ტრადიციული პროფესიიდან მოსული. და როცა ჩვენ საუბრობთ YouTube მომავლის პროფესიებზე, ეს აუცილებლად კი არ ნიშნავს, რომ ყველა პროფესიამ სახე უნდა იცვალოს. უბრალოდ ყველა პროფესიამ უნდა მიაღწიოს აუდიტორიასთან. უბრალოდ ყველა პროფესიამ უნდა იპოვოს თავისი გზა, რომ როგორღაც შეძრეს ჯენზის, ჯენალფას და იმ ადამიანების ტვინებში, ახლა აგერ აი ჩემი 4 წლის ბიჭი, რომელიც მარიოს უყურებს, მისი ინფორმაციის მიღების მზაობა და მექანიკა განსხვავებულია. მას კანონებით და მუხლებით ვერ დაელაპარაკები, მას რაღაცა იმ ძველებური რეცეპტებით და გაკრული ხელით ვერ დაელაპარაკები, მას ტრადიციული კულინარიის ვიდეოებს არაკეთებს. ამიტომ ვიძახი და მაგნაწილში ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ვიყოთ ადაპტურები. ეხლა არც ერთი ეს ადამიანი ამ მილიონებს გამომწერს ვერ დააგროვებ და კანონების კითხვით. ხვდები? ნიკი იმას კი არ იღებს, როგორ კეთდება კარგი სუში. ნიკი გადაიღებს ვიდეოს, რომ გაჩვენოს, რომ მაგალითად მე ჩავალ სოფლიოს 5 ყველაზე მაგარ ქალაქში და გაჩვენებ იმ ქალაქის საუკეთესო სუშის. და მოდი ვნახოთ ნიუ-იორკის სუშის, აქ სუში, იაპონიაში სუში როგორ კეთდება. ან მე განახებ $10 სუშის და განახებ $10,000 სუშის. ხვდები? მოწოდების ფორმები იცვლება. თორე შინაარს და ინფორმაციას იღებ. პირობითად მაიკი კი არ დაგიწყებს შენ საუბარს იმაზე, რომ მაგალითად კონსტიტუციაში ეს ცვლილება შევიდა დღეს. ის გეტყვის მაგალითად 10 იუთუბერზე მოგიყვება, რომლებაც როგორ აკეთებს, როგორ აარიდეს კანონს თავი. ან დანაშაულები, რომელიც ყველაზე მეტ რაღაც სასჯელს მოგიტანს და ქართველი მას ეუბნებოდი ხოლმე იურისტებს, აი პირობითად, რომ აჩვენო მეთქი, ანუ შენი კონტენტი უნდა იყოს, რომ მოდი უყუროთ დათა თუთაშხიას და ყოველი სერიის ბოლოს რამდენს მიუსჯიდი. ხვდები, შენ რა გჭირდება? შენ რა ენაზე უნდა ახსნა, ხვდები? ეს არის თემა. რომ შეხედო იმ მედიუმებს, რომელსაც ადამიანები უყურებენ და მასთან იყო რელევანტური. ქონდა ერთი მასთან რეალტორთან წინა ბუთქემზე საუბრობდით. მეთქი რომ რაღაცა ახლა ეს რაღაცას რო არსებობს, რომ ბინა გაქვს გასაყიდ და დადის ეს ხალხი ქუჩაში რაღაცას დარბის, სახლიდან გიწერენ ვიდეოებს, რაც აჩვენებს, მაგრამ ხვდები, შენ თუ არ ეძებ ამ ყველაფერს, შენი კონტენტის მოხმარების ფლოუში ეს ყველაფერი არ ჯდება, ხვდები? არავის არ აინტერესებს. მაგას ვიძახდი, რომ მაგალითად, აი რა არის ყველაზე პოპულარული სახლები, რაც საქართველოში ყველა მიცის. შუა ქალაქში. ჩემი ცოლის დაქალებში, ბინებში რო ხო შეგიძლია უბრალოდ ადგე და შეაფასო ეს ბინები დღეს რა იღრებოდა. და მერე გააკეთო შენი call to action-ები. იმიტომ რომ ყველა მიცის რაზე საუბრობ. ამას აკეთებენ ეს ადამიანები. თავიანთ ენაზე, თავიანთ ქვეყანაში. მარკ რობერი კი არ მოგივედა გეტყვის ელექტრომაგნეტიზმი როგორ მუშაობს, აიღებს საზამთროს MRI-ის აპარატში შეაგდებს და როცა გასკდება საზამთრო გეტყვის რომ ხო ხდება ფიზიკურად არაფერი არ შეხებია, მაგრამ არსებობს მაგნიტები, რომელმაც საზამთრო გაანგრეს. დაინახა ბავშვმა, მიხვდა რაზეა საუბარი. ხვდები? ეს არის, ანუ მომავლის პროფესიებში იგულისხმება ის, რომ პროფესიების მომავალიც იგულისხმება. და ამ პროფესიების მომავალი ზუსტად ამაშია. დღე მარკოს ბრაუნი იყო ტიპი, რომელიც პირველი ნახე 2000 ვიდეო აქვს დადებული. 2000 ვიდეოს მე ხდება ისაც არის დღეს მარკოს ბრაუნი. რომელიც პირველი ვიდეო არის რაღაცა უძველესი ტელეფონით გადაღებული ვიდეო და დღეს Apple-ი რო გამოდის
და keynotes გახსნის Tim Cook-ი უკან ამ ადამიანის ფრაზით იწყება. იმიტომ რომ ამ ადამიანმა უნდა თქვას ის პროდუქტი ვარგა თუ არა დღეს. და არა იქ ვიღაცა ვერჯის თუ ვიღაცის ჟურნალისტმა, ანუ ყველაფერი არარელევანტურია. მაგასთან შედარებით, ასაც ეს ტიპები ამბობენ. ხტები, ამიტომაც ვიცახი რომ ცალკეულ ტრადიციულ პროფესიებსაც და მათ შორის აქ სპეციალურად მოვიყვანე ის ეგრეთ წოდებული მოსაწყენი პროფესიები, რომელიც ადამიანებს გონიათ რომ ფინანსები, რაღაცა ექიმი, იურისტი მე რა ვქნა და საქართველოს ბევრისგან მესმის რომ ჩვენ რა ვქნათ. ჩვენი არ არის ეს თემა, მე ხო იმას არ დავიწყებ, რა ქვია, წრეში ბურთის თამაში. არ არის წრეში ბურთის თამაში. YouTube-ის სხვა სივრცეა. უბრალოდ YouTube-ი ყველა სხვა პლატფორმისგან რითაც განსხვავდება არის ეს და მინდა რომ ყველას გახსოვდეს, რომ YouTube-ი არის ერთადერთი სოცმედია დღეს, რომელსაც ადამიანი აკეთებს ცნობიერ არჩევანს იმაზე თუ რას უყუროს. TikTok-ში ამას არ აკეთებთ, Instagram, TikTok-ი თქვენ არასოდეს აღარ კითხავს რა გინდათ. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია იცის, რომ თქვენზე კარგად შეუძლია გამოიცნოს რა გინდათ. ამიტომაც არა, subscriber feed-ები არ გაქვთ არსად. ამიტომაც არა, შეიძლება თქვა, აი მე ამ ადამიანს გამოვიწერ TikTok-ზე, იმიტომ რომ კაი ტიპები არიან, მაგრამ შეხვალ და აუცილებლად for you scroll-აო. ანუ შენს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას იმის შესახებ ვინ მოგწონს ერთ წამში ივიწყებ. იმიტომ რომ ალგორითმი შენზე კარგად იცის. და შენ უბრალოდ ესა scroll უნდა გააჩერო, შენ არ ირჩევ არაფერს. Instagram-ზეც ეგრეა, YouTube-ზე ეგრეა რა, სანამ არ დააჭერს, სანამ იმ რაღაც გონებაში ერთი წამით არ გაიაზრებ, რომ ეს რაღაცაში გჭირდება, არ იწყებ მაგ რაღაცას და ეს არის ის უპირატესობა, რაც თქვენს ხელშიც არის. ეგ არის ყველაზე დიდი ბარიერის და ეგ არის ყველაზე დიდი უპირატესობაც, რაც უნდა მოიპოვოთ, რომ ის ერთი წამი, როცა ადამიანი ფიქრობს, ეს ყველაფერი არის თუ არა ჩემთვის, თქვენ უნდა იფიქროთ. ერთი და ეს პროფესიებს. ეხლა ერთ ნაწილსაც დავამატებ, რაც არის ბრენდები, იმიტომ რომ დღეს უკვე ბრენდებიც იქცევიან როგორც კრეატორები. და აი მანდაც კარგი მაგალითები რა შეიძლება იყოს. Red Bull პირველი და ყველაზე კარგი მაგალითი ჩემი აზრით, რომელიც ძალიან სწრაფად მიხვდა, რომ მისი მთავარი პროდუქტი არ არის 1 კილა ენერგეტიკული სასმელი. ეს არის მათ გაცნობიერეს ასეთი რამ, რომ კონტენტს როცა აკეთებ YouTube-ზე და ბევრ კომპანიას, ისეთ კომპანიას, რომელსაც გონია რომ კონტენტის კეთება არ შეუძლია, აი მაგათ ფინანსური ინსტიტუტები იქნებიან, იურიდიული ინსტიტუტები იქნებიან, რაღაცა რიტეილი თუ რაღაცა. მაგათთან განსხვავებით Red Bull-მა იფიქრა ეგეთი რამ, რომ მე მაქვს პროდუქტი, რომელსაც მოიხმარენ ადამიანები. რა უნდათ იმ ადამიანებს, ვინც ამას, რას უყურებენ ის ადამიანები, რაც ამას მოიხმარენ. ხვდები? და თავისი აუდიტორიის ინტერესების მიხედვით დაიწყეს კონტენტის კეთება. ეხლა რო შეხედეთ, ეს არის ჩვეულებრივი YouTube ვიდეოები. ჩვეულებრივი YouTube ვიდეოებია, მაგრამ ნახე სწორად ნაფიქრი რა არის, როცა შეკავს ფორმულა 1-ის დრაივერი, ის ფორმულა 1-ის მანქანაში კი არ უნდა ჩასვა. პირიქით, ყველაფერში უნდა ჩასვა გარდა იმისა და ჩასვეს ამ რაღაც მაიმუნობაში. როცა შეკავს ფორმულა 1-ის მანქანა, დააპირისპირე დრონთან. ანუ ეს ფორმატები მთლიანად იუთუბერულია. ამით ეს თქვა მინდა, რომ ისინი კი არ აკეთებენ თავისი CEO-ს ახალი წლის მიმართვებს და ჩვენი გუნდი მაგარია და კორპორატიულიდან გადაღებულ ვიდეოებს ყველაზე მაგრები ვართ. ანუ ეს არის გუშინდელი დღე, ვიღაცისთვის დღევანდელი. ბრენდებმა, რომლებმაც უფრო ადრე გააცნობიერეს, რომ ბრენდი უნდა იქცეოდეს კრეატორივით, ბრენდი უნდა, იმიტომ რომ ბრენდი იმ აუდიტორიის ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს, ვისთვისაც პროდუქტს აკეთებს, უფრო სწრაფად დაეჯერეს, უფრო სწრაფად მივიდნენ შედეგამდე. ფილადელფია იგლზის ამერიკული ფეხბურთის გუნდი, რომელიც იღებდა საფეხბურთო ჰაილაითებს ადრე, ნახე რა აკეთებს დღეს. მოიყვანეს პატარა ბავშვები და ფეხბურთელებს ეკითხებიან რაღაც აბსურდულ კითხვებს. მათ კაპიტანს დაუმაგრეს მიკროფონი, რომ გამოხატონ სტადიონზე არსებული ემოციები ცოცხლად. აგერ პირობითად მოიყვანეს ახალი ის რა ქვია, მოთამაშე, მოდი 24 საათი გადავიღოთ და ვაჩვენოთ მისი 24 საათი. ვაჩვენოთ 1 დღიდან 7 დღემდე როგორ გადის ეს ადამიანი ამ გზას. ხვდებით, არც აქ არ არის არსად სპორტსმენი უბრალოდ კარგ გოლებს იტანს თუ კარგ ტაჩდაუნებს აკეთებს. აქაც არის ჰუმანიზაციის, ადამიანური მომენტების, ემოციების აღზრდის მექანიზმი, რასაც ბრენდებიც ხდებიან. სტუდიო ბაინდერი. სტუდიო ბაინდერი არის წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება 2 მილიონი გამომწერი ყავდეს YouTube-ზე კომპანიას, რომელიც ყიდის იმას სკრიპტის templates, მოდი ასე ყველაზე მარტივად ვთქვა. ეს არის თემა, რომლების სცენარისტებისთვის ყიდიან სკრიპტის templates, აი რასაც შენაჩვენებდი, რომ დაწერ სკრიპტს, როგორ ააწყო, ასე ვთქვათ,
storyboard-ი როგორ შექმნა ეს რაღაცა სკრიპტები, მაგრამ ეხლა 2 მილიონი გამომწერი ეყოლება იმით, რომ ტუტორიალები აჩვენო, როგორ კეთდება სკრიპტები, 2 მილიონი გამომწერი ეყოლება იმით, რომ ვიღაცა script writers დაწერილი სკრიპტები აგონოს, აი რა არის მათი კონტენტი. მათი კონტენტი არის, რომ ისინი გელაპარაკებიან ფილმებზე, ისინი გელაპარაკებიან ფილმებით გამოწვეულ ემოციებზე, ისინი გელაპარაკებიან სცენების breakdown-ზე, ისინი გელაპარაკებიან როგორ უნდა გააკეთო ფილმში კლიმაქსი და ანტიკლიმაქსი, გელაპარაკებიან სუბტიტრების წესზე, გელაპარაკებიან ტარანტინო როგორ აკეთებს ამას, ანუ გელაპარაკებიან იმ რეალურ ემოციებზე, რომელსაც შენ ადამიანი, რომელსაც ფილმი გიყვარს, გჭირდება. და ამით იმის თქვა მინდა, რომ ეს ყველა გზა, რაც ჩვენ მომავლისკენ მიდის, რომ დავყოთ YouTube არხების გზა არის ის, რომ გარდა YouTuber-ებისა, YouTube არხები იქნებიან აბსოლუტურად მულტიფუნქციური გიგანტები, ბევრად უფრო მოქნილები ვიდრე რაღაც ჰოლივუდის სტუდიო ან ეიჯენსი, ამიტომ არა YouTuber-ებს ნახავთ უკვე ყველგან კანის ლომებზე, ოლიმპიადებზე, მსოფლიო ჩემპიონატის ამბასადორებიც YouTuber-ები ყველგან ესენი იქნებიან. იმიტომ ისინი არიან მოქნილები, მათ იციან ავტორიასთან კომუნიკაცია, მეორე მხრივ პროფესიები, სტანდარტულ პროფესიებს თავის პოვნა შეუძლიათ YouTube-ზე. და ეს არის მათი მომავალი, მათ უნდა შექმნან კონტენტი, იმიტომ რომ ყველა პროფესიას აქვს თავისი ის ინსაიდები და თავისი ის უპირატესობები, რომელიც შეუძლია გადმოიტანოს კონტენტად და მესამე მართულება, რომ ტრადიციულ ბრენდებსაც და კომპანიებსაც, რომელსაც შეიძლება 1000, 2000 და 10000 თანამშრომელი ყავდეს, მათაც შეუძლია თავი იპოვონ YouTube-ზე. უბრალოდ ამისთვის საჭიროა, რომ მათ იფიქრონ, რომ ყველა მათგანმა უნდა იფიქროს, როგორც შემოქმედებითმა ერთეულმა, კრეატიულმა ორგანიზმმა, დაიხმაროს ყველა ის ხელსაწყო, რაც გვერდითაა და ჩაერთოს YouTube-ზე. უბრალოდ YouTube-ი არ არის თამაში იმათთვის, ვისაც არ შეუძლია ითამაშოს გრძელი თამაშები და იმათთვის, ვისაც არ შეუძლია, რომ ყისიერ ფიდბექს აუღოს ალღო. იმიტომ რომ თქვენ რო ვიდეოს დადებთ, მეორე დღეს, მესამე დღეს, ან ერთ კვირაში იცით საიწავა ყველაფერი. რაც შეიძლება სხვაგან არც იცოდეთ. ამიტომაც ჩემი, ასე ვთქვათ, თხოვნაც და მოწოდებაც იქნებათ, რომ YouTube-ს არ შეხედოთ მხოლოდ იმ ლინზიდან, რომ ეს არის კამერის წინ დგომი ადამიანებისთვის პლატფორმა. იმიტომ რომ საქართველოშიც ამას ვერ გამოვიყენებთ იმას შექვია. ვერც შორტებში და ვერც ლონგებში არის ძალიან ბევრი პატარა ბავშვი, რომელსაც მილიონები აქვს ნაშოვნი YouTube-ით და არც სახეზე არც ისე აგივლით გვერდს. ხვდებით? და მთელ სოფლიოში არის ძალიან ბევრი ეგეთი პატარა ბავშვი, რომელსაც არც ერთი ეს გზა პროდუქტის გაყიდვის არ უსწავლია, მან უბრალოდ იცის იმ წამს ვის რა უნდა. და ეს ბავშვები ჩვენს ირგვლივ არიან და ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი უნარების ისე გალესვა თუ რაღაცა გაშარპება, რომ აი ესეთი ადეკვატურები ვიყოთ. და ასე სწრაფად ვაკეთებდეთ ყველაფერს, იმიტომ რომ აი დამიჯერეთ YouTube-ი როგორც არ უნდა იყოს მომავალი, იქ YouTube-ი აუცილებლად დაგხვდებათ, უბრალოდ თქვენ სად იქნებით, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი მთელს ამ პროცესში. დიდი მადლობა და წარმატებებს გისურვებთ.